მოგზაურობა აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად ჭიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქალაქის ცენტრში სანახაობა მოაწყო. ბათუმის ცენტრში ყველა ის პროდუქტი იყო წარდგენილი, რომლის დეგუსტაცია თუ ნახვა ნებისმიერ ტურისტს აჭარის მაღალმთიანეთში შეუძლია. აჭარის მაღალმთიანი სოფლები ერთ სივრცეში ბათუმის ცენტრალურ მოედანზე მოექცა. ფესტივალ განდაგანაზე მისული სტუმრები ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში ხვდებოდნენ და უგემრიელესი აჭარული კერძების დაგემოვნებასთან ერთად ძაფის დართვას, ქსოვას, ჭაჭის გამოხდის პროცესს და თუთუნის დამზადებასაც ესწრებოდნენ. თუთუნის გასინჯვა არ უცდია, თუმცა უკრაინელმა სტუმარმა იქვე გამიხდილი ჭაჭა დააგემოვნა. ბათუმში ხშირად წვიმს, არ მქონდა შესაძლებლობა ბევრი რამ მენახა, თუმცა ორი დღეა რაც კარგი ამინდია და ახლა ვტკბები სტუმართ მოყარე ხალხით. პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარია. ძალიან კარგი ასე პოპულარიზაცია სოფლის, იმიტომ რომ ბევრმა ბათუმელმაც კი არ იცის რაღაცები, ისეთი კერძები, რაც სოფლებში არის. ამიტომაც მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი. ფესტივალი განდაგანა უკვე მეორედ გაიმართა და გესტჰაუსი ხიხანიც მასში მონაწილეობას მეორედ იღებდა. აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში მდებარე სასტუმრო ფესტივალის სტუმრებს იმ უნიკალურ მდნარ ყველსა და კაიმახს აგემოვნებინებდა, რომელიც მხოლოდ მათთან კეთდება და რომლითაც გესტჰაუსის სტუმრებს უმასპინძლდებიან. ძალიან ბევრი ვიზიტორები გვესტუმრა. წარმოადგენთ რძის ნატურალურ პროდუქციას, რომელსაც მობრძანებულ სტუმრებს თავაზობთ და უნდა ითქვას, რომ ძალიან მოსწონთ განსაკუთრებით მდნარი ყველი, შუშვილა ყველი, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველად გამოვიტანეთ და რძისგან და შაქრისგან დამზადებული კარამელი, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა დეგუსტაციისათვის. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ფესტივალ განდაგანას გამართვის მიზანი შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ფესტივალის ძირითადი არსი არის ის, რომ ჩვენ შიდა ტურისტებისთვის, ანუ შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის მოვახდინოთ ჩვენი აჭარული სოფლის ტურიზმის პოტენციალის რეკლამირება. შესაბამისად დღეს თქვენ ხედავთ ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც სოფლის ტურიზმის მეურნეობის სახით არის წარმოდგენილი აჭარაში. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად ემოგზაურათ. სურვილის შემთხვევაში კი აჭარის უნიკალური ბუნება და თავგადასავლები წინ ელოდებათ.